მოგესალმებით. მე მინდა პირველ რიგში რამდენიმე საკითხი შევეხო. მე ვიცი რომ გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს აქტიურად ახალ კანონმდებლობაზე, ანუ კერძოდ მე გულისხმობ იმას, რომ წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა კომპლექსური მიდგომა იგივე ნაგვის, ასე ვთქვათ, გატანასთან დაკავშირებით, ასევე ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით. მე ვიცი რომ მომზადებული არის უკვე პაკეტი საკანონმდებლო, რომელიც უახლოეს დღეებში შევა პარლამენტში. აქვე მე მინდა შევეხო ერთ მძიმე საკითხს, რომელიც მე მგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქს უნდა აწუხებდეს. ეს არის ის, რომ მოქალაქეები სამწუხაროდ და ჩვენაც აუბედუროთ ანაგვიანებენ და ყრიან ნაგავს ადგილებს, სადაც არ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს საოცარი ქვეყანა, ლამაზი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, ასე უსირცხვილოდ ყრიან ნაგავს და პირდაპირ მანქანებიდან ხდება ამის გაკეთება. ამიტომ მე უკვე გავიარე ის პაკეტი, რომელიც მომზადდა გარემოს დაცვის სამინისტრომ, საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჯელები და ჯარიმები. მაქსიმალურად გამკაცრდეს ჯარიმები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ და არასახელმწიფოდ მოიქცევა, მაქსიმალურად დააჯარიმეთ.